ეს რა არის? მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვიმყოფებით ღულელებში, სელავის კოტეჯებში. კოტეჯების დამაარსებლებმა შექმნეს თავიანთი საფირმო დესერტი, რომელსაც უწოდეს ზევსი. იმასთან ერთად, რომ ეს დესერტი არის უგემრიელესი, არის თურმე სამკურნალო. ყველაზე მთავარი რაც არის, შედგება ჯანსაღი ინგრედიენტებისაგან, თხილეულისგან, ჩირეულისგან და ეს ბუნებრივი გემოები აძლევს მას ტკბილ, მჟავე და სხვადასხვანაირ გემოს ტონებს. როგორც ჯანსაღი დესერტების ქალღმერთი, დამიკავშირდნენ და მომიწვიეს, რომ თქვენთან ერთად ჩავატარო ამ დესერტის გაკეთების მასტერკლასი. წინასწარ გვაქვს გამზადებული, დამუშავებული, თხილეული და ჩირეული, რომელიც არის უფერადესი და ულამაზესი აქ წარმოდგენილი მაქვს ეს ინგრედიენტები. ძალიან ბევრ თხილეულს და ჩირეულს შეიცავს ეს დესერტი, ამიტომ რომ ჩამოთვალო შეიძლება დღეს ძალიან გაგვეწელოს. ვაკეთებთ ენერგიის ბურთულებს, გავაკეთოთ, დავაგემოვნოთ და გავიგოთ. ამართლებს თუ არა სახელს და მართლა ასეთი ღვთაებრივი და ზებუნებრივი არის თუ არა. რა თქმა უნდა არის დანამატების გარეშე არანაირი დამატებული შაქარი არ აქვს, თავისი სიტკბო აქვს ყველა ჩირს. ჯანსაღი ენერგიის წყარო არის, ვიტამინების წყაროა მოკლედ ეს დესერტი და სწორი კვების დროსაც ბავშვებისთვისაც ძალიან რეკომენდირებულია და მოკლედ ენერგიას ძალიან დიდს მოითხოვს. გადაწყვეტთ და დაისვენებთ სელავიში. ეს ტკბილეული დაგხვდებათ აქ აუცილებლად, შეგიძლიათ დააგემოვნოთ და შეგიძლიათ ონლაინად შეუკვეთოთ ადგილზე მოგართმევენ. ბურთულას როცა შევკრავთ, ვაბურთავებთ სეზამში. ალბათ შემქმნელებს უფრო კარგად გამოსდით, მაგრამ მეც მე მგონი არ გამომიდოთ ცუდი. მაგრამ გავერთე. კარგი არტ-თერაპია სხვათა შორის შეგიძლიათ ამოხვიდეთ და თქვენ თვითონვე გააკეთოთ. სწავლმოქმედი ბურთულა, რომელიც გაგიძლიერებთ იმუნიტეტს, შეგძენთ უამრავ ვიტამინს და მოკლედ გაგაჯანსაღებთ. პირველივე მცდელობაზე შეიძლება არ გამომივიდეს მეგობრებო და ძალიან არ გამჯაჯოთ. თქვენი ღვთაებრივი დესერტი ზევსით მზადაა. მოდი ვნახოთ მართლა ესეთია თუ არა. ეს რა არის? აუ სეზამი ძალიან უხდება. მე მგონი ვეღარ გამაგდებენ ესენიათ. всё, აი აღვივსე უკვე ენერგიის და გავსხივოსნდი ამის დაგემოვნების შემდეგ. ეჭვით არ მეპარებოდა ისეთი პროდუქტებით არის გამზადებული, რომ ძალიან კარგია ყველაფერთვის. აი მე მართლა მირჩევნია ჩვეულებრივ დესერტს რა. აი ეს რო ჭამო ყოველ დღე, ერთი ცალი ყავასთან ერთად, აი ჩემთვის იდეალური. ძალიან ნოყიერია, ხო? აუცილებლად ღირს დაგემოვნებათ და დაგიტოვებ აღწერაშიც და ვიდეოზე ლინკებს, სადაც გადახვევთ, შეუკვეთავთ, ან მობრძანდებით და აქვე დააგემოვნებთ.